გულითადად მოგესალმებით, პატივცემულო ტელემაყურებლებო, პირდაპირ ეთერშია გადაცემა ზვარაკად შეწირულნი, მე მისი ავტორი და წამყვანი გიორგი ტიგინაშვილი გახლავართ. მოგეხსენებათ, რომ შობა ახალი წლების არდადეგების შემდეგ ჩვენ კვლავ დავბრუნდით ეთერში და საკმაოდ საინტერესო სტუმართან ერთად ძალზე მნიშვნელოვან და საგულისხმო საკითხებზე მოგვიწევს საუბარი. მე ბედნიერი ვარ და მოხარული, რომ ბატონი ზაზა შათერიშვილი ფილოსოფოსი იმყოფება დღეს ჩვენთან სტუდიაში. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ გამონახეთ დრო და მობრძანდით ჩვენთან. ჩვენ გვექნება რამდენიმე საკითხი, ძირითადად ლაიტმოტივად ჩვენი გადაცემის სრულობისას ვისაუბრებთ გლობალიზაციაზე, ლიბერალიზმზე, ტერორიზმზე და იმ რეალიებზე და პერიპეტიებზე, რომელიც თანამედროვე ყოფიერებაში და ჩვენს დაუძლურებულ სამყაროშია. მე მახსენდება ბენედიქტ მე-16-ის სიტყვები, არახუმანური ჰუმანიზმი, ესე იგი, რომელიც უარყოფს ღმერთს, არის უკვე არახუმანური, ესეთი ჰუმანიზმი. და დღეს რატომღაც სადღეისოდ ეს ძალიან პოპულარულია ასეთი დამოკიდებულება. ჩვენ საუბრობდით გადაცემაში შემოსვლამდე, რომ საკმაოდ შერჩევითი მიდგომები ახასიათებს ლიბერალიზმსაც, იგივე დემოკრატიზაციასაც, ადამიანის უფლებებსაც და მე მინდა ჩვენი გადაცემა დავიწყოთ ტერორიზმზე საუბრით. წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა. ხშირ შემთხვევაში ამგვარი სახით გვევლინება ხოლმე ტერორიზმი თანამედროვე სამყაროში. თუ კი იგი ნასაზრდოებია რელიგიური მსოფლმხედველობით და იდეოლოგიით, ბევრად უფრო მკაცრი, სასტიკი და დაუნდობელია ხოლმე, არა? ხშირად. ჩვენ რომ გადავინაცვლოთ საფრანგეთის სინამდვილეში. წარმოიდგინეთ, გასულ წელს საფრანგეთის დედაქალაქში ერთქესიანთა ქორწინებას აპროტესტებდა დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანი. თითქოს და რაღაც მორალური ზრახვები და ის აღდგინება, ქრისტიანული სულისკვეთება იმ ულტრალიბერალურ საფრანგეთშიც კი საკმაოდ მოწინავე იყო და აქტიურ ფაზაში იყო. ერთი წლის თავზე კი ჩვენ საფრანგეთში შარლი ებდოს თემას ვეხები. გვაქვს ასეთი მდგომარეობა, მოხდა ტრაგედია, ბუნებრივია, ძალადობა იმთავითვე ჩანასახში დასაგმობია და ეს აბსოლუტურად მიუღებელი ფენომენია. მაგრამ რა ხდება? თითქოს და პროვოცირებენ რელიგიურ გრძნობებზე და გამოჩნდა, რომ შორს მიმავალი ზრახვები აქვს მავანს. ანუ რა თვალსაზრისით ახლა ნუ ჩამოვართმევთ იმაში, რომ აი დრამატიზებას არ ვახდენ და რაღაც ტრაგედიას არ ვდგავ ზოგადად ამა თუ ლოკალური მოვლენიდან, მაგრამ ხელწერა და ტენდენცია მინდა განმარტოთ. გამოჩნდა თუ არა, რომ კრეხელობა და ღვთისგმობა თითქოს და გმირობა და წარმოჩინდა და ვინც ამას უპირისპირდებოდა, ისინი ტერორისტების მხარდამჭერებად მოინათლნენ. რატომ ხდება ეს და რა გზავნილებთან გვაქვს საქმე? და ამის პრევენცია როგორ შეიძლება მოხდეს თანამედროვე სამყაროში? რიგითი ადამიანების მხრიდან თუნდაც. ძალიან კარგი შეკითხვაა. მთელი ამბავი ალბათ არის ის, რომ მოდით დავიწყოთ ეგიდან, ეს როდესაც თქვენ ახსენეთ ჰუმანიზმი ადამიანის გარეშე. უღმერთო ჰუმანიზმი. ეს ძალიან საინტერესო თემაა. ღმერთის ამნეზია. ღმერთის ამნეზია, ხო, ჯერ კიდე მე-19 საუკუნეში, საუკუნის ნახევარში ფიოდორ მიხაილოვიჩ დოსტოევსკიმ რამდენჯერმე თავის სხვადასხვა რომანში ახსენა ეს მომენტი, რომ თუ ღმერთი არ არსებობს, ყველაფერი ნებადართული. ყველაფერი ნებადართული და ყველაფერი ეს ადამიანს ყველაფერი შეუძლია. აქედან გამომდინარე, ხო? და სწორედ ძმებ კარამაზოვებში რამდენიმეჯერ ისმის ეს საკითხი და თუ ეს შესაძლებელია, მაშინ რატომ არ შეიძლება მამის მოკლა? და ასე და ასე შემდეგ, ხო? მით უმეტეს როცა აი როცა ასეთი მამაა, ხო? ფიოდორ პავლოვიჩი თვითონ არის ესეთი მამა, რომელსაც არც ღმერთი არ წავს პირიქით უკიდურესი ცინიკოსია და სწორედ აი ამ ცინიზმისა და უკიდურესი სარკაზმის, ცინიზმის და თუ შეიძლება ასე ვთქვას, პროგრესის ნიადაგზე, მათ შორის ამ პროგრესულობაში გულისხმობ აი თუ შეიძლება ასე ვთქვას, თვითნებობას. არა მარტო თვითნებობას, არამედ სმერძაკოვი ყველასათვის ცნობილია ვისგანაც არის, ხო? ელიზავეტა სმერძაშაესგან არის, რომელიც სექსუალური ძალადობის პირმშოა თუ შეიძლება ასე ვთქვას, ხო? აი პრინციპი შეიძლება ითქვას, ახლა მე პირველი არა ვარ და რა თქმა უნდა არც უკანასკნელი ვინც ამას ამბობს, ესე იგი მე-20 საუკუნეში ძალიან ბევრმა დაინახა, რომ ის რაც თითქოს დოსტოევსკის დროს იყო პროფეტიზმი, წინასწარმეტყველება, ხო? რომ დღეს ეს არის ის რეალობა, რაში ჩვენ ვცხოვრობთ. ესე იგი შეიძლება გავიხსენოთ რომანო გვარდინი, არჩეულებრივი მე-20 საუკუნის
თეოლოგი, რომელსაც ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი აქვს დაწერილი დოსტოევსკიზე ადამიანი და რწმენა და ბევრი კიდე სხვათა შორის არა მარტო ქრისტიანი, არამედ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც თავის თავს როგორც ათეისტებს ისე მოეღო, ალბერტ კამიო, ხო? ხო, და აი ჩვენ უკვე ამ რეალობაში ვცხოვრობთ, როცა ყველაფერი ნებადართულია და როდესაც ანუ ნიცშეს ცნობილი სიტყვები ღმერთი მოკდა ძალაში. აი და საინტერესო რა არის, აი თავბრუსხვევა ამისაგან, ხო? ეხლა რუსე ნიცშე ამას ამბობდა, რომ ღმერთი არ არსებობს, ხო? და როცა ნიცშე შესაბამის ჟესტს აკეთებდა, რა, მას ეს დაუჯდა თავისი სიცოცხლის ფასად, ხო? იგივე ფროიდიც საკმაოდ ძიმე ფროიდი კიდე სხვა საკითხია, ფროიდი მაინც პოზიტივიზმის და მოდი ესე ვთქვათ, მე-18 საუკუნის განმავლობის გამოზახილია. ნიცშე ეს არის ადამიანი, რომელსაც სხვათა შორის იოანე პავლე მეორე ანონიმურ ქრისტიანს უწოდებდა. რატომ? იმიტომ რომ მას ეს ყველაფერი სისხლის ფასად დაუჯდა, სიგიჟის ფასად დაუჯდა. მან ესე იგი ეს არის ნამდვილი დრამატულად, ტრაგიკულად დასრულდა. დღეს ამას ისე იგივეურები როგორც არაფერი. ანუ ნიცშეს ეს ფრაზები თანამედროვე კულტურამ, მასობრივმა კულტურამ აქცია რიგით ფრაზებად, ხო? ადამიანს არაფერი არ უჯდება, როდესაც ამბობს, რომ წაქცეულს წიხლი მიაყოლე და ასე შემდეგ. თუმცა კიდე სხვა რაღაცა იგულისხმებოდა ნიცშეს შემთხვევაში ეს მეტაფორა. ნიცშემ ამ გზავნილი შედეგები იწვნია. რა თქმა უნდა, იწვნია და დღეს ადამიანი ამას იმეორებს თითქოს არაფერი. ანუ ნიცშეს ბჭყალებში ღირსებაც ამაში მდგომარეობს. ამაშიც არის ზუსტად, ესე იგი ნიცშეს როგორც ვთქვათ, აი სწორედ მისი მარტვილობა, მისი ცხოვრების აი ესეთი ტრაგიზმი, ხო? გვიჩვენებს მის იდეადეს და როდესაც შენ ამას იმეორებ ყოველგვარი შენი შინაგანი, როგორც მე რამავარდაშვილი იყო და შინაგანი მუშაობის გარეშე, ეს მაშინ სხვა არაფერია თუ არა საბაზრო კონიუნქტურაზე გათვლილი მორიგი ეპატაჟი. რაც აი უბრუნდებით უკვე შარლი ებდოს თემას. ანუ შარლი ებდოც არის ზუსტად ეს. ესე იგი, მოდი ესე ვთქვათ, კრეხელობა ტრაგიზმის, კრეხელობა ყოველგვარი ტრაგიზმის გარეშე. ანუ ეს საბაზრო ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო? ანუ კომერციული ინტერესები ტირაჟმა მილიონამდე აიწია. ესე ვიტყოდი, რომ ესენი არიან ბაზრის კონიუნქტურის მარტვილები, რომელთა სისხლიც არის კაპიტალთან და ფულთან დაკავშირებული. ესე იგი, ეს არის სისხლი, რომელიც პროცენტებთან ერთად ითვლება, თუ შეიძლება ასე ითქვას. კიდევ აი დაუბრუნდეთ, ძალიან საინტერესო ნიუანსი გააჟღერეთ, აი არავინ არ საუბრობს ადამიანზე, როგორც პიროვნებაზე, როგორც თავისუფალ არსებაზე და ჩვენ ვიცით რომ თავისუფლება ქრისტიანული კატეგორიაა, ხო? მეტნაკლებად სხვადასხვა ფილოსოფოსები დავუშვით პლატონი ყველაზე უფრო ახლოს იყო აი ამ დამოკიდებულებასთან რაღაცები მიაგნო, განჭვრიტა, შეიმეცნა, მიწვდა, მაგრამ ქრისტემ ეს ყველაფერი სრულფასოვნად დახვეწილად შემოგთავაზა თან ისე რომ არ ჩაერია იმ ლოდის აზიდვაში არ მონაწილეობს, რასაც ადამიანი ქვია. ანუ შექმნა და მას ხელს ვერ კიდებს. არაშორობრივი, რა თქმა უნდა, ესეა, სხვა შორის ეს არის, რა ქვია, გახსოვთ სკოლაში სკოლაში ესეთი ხონდა ხოლმე რომ ესეთი პარადოქსები, ღმერთს შეუძლია თუ არა ღმერთს შექმნას ისეთი ქვა, რომელსაც ის ვერ აწევს. და ამაზე ჩემმა მეგობარმა მოდელმა მამაპიერმა ესეთი რამ მითხრა, რომ მამა პერძუმულენმა შესანიშნავ ბიბლიისტმა და ჩემმა მეგობარმა რომ ზაზაო ღმერთმა შექმნა ესეთი ქვა, ამ ქვას ადამიანი ეწოდება, რომელსაც ვერ აიძულებს რომ უყვარდესო. ანუ ღმერთს არ შეუძლია სიყვარულის იძულება. აქედან გამომდინარე ადამიანი თავისუფალია. ამაში მდგომარეობს მის ღმერთსაც, ხო? ღმერთის ძალა მის უძალობაში მდგომარეობს. ღმერთის ძალა, სად ხედავთ ჩვენ ღმერთის ძალას? ძალით ჩემი უძლურება საშინასრული იქნების. ზუსტად ჯვარზე. სად ხედავთ ჩვენ ღმერთის ერთ შეხედვით არაესთეტიური, უსუსური, სუსტი და ამ დროს ზუსტად ეს არის მისი ძალა. ანუ ეს არის სწორედ ის, რომ მას არ შეუძლია ადამიანს აიძულოს სიყვარული. და აქედან გამომდინარე, პრინციპში ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ ჩვენს აი ოიკუმენაში მინიმუმს თავისუფლების სამ გაგებაზე მაინც. ერთი ეს ბერძნული გაგება, როდესაც იგულისხმება, რომ თავისუფალი არის ის ადამიანი, ვისაც აქვს მოცალეობა, სხოლე. ანუ რომელიც არის თავისუფალი ნებისმიერი ტიპის მეწარმეობისაგან. აი ეს არის ძალიან საინტერესო გაგება, ბერძნული გაგება. ანუ თუ ადამიანი თავისუფალია, ის ან უნდა იყოს ჩართული ან ქალაქის ცხოვრებაში და ამას ქვია ქმედებითი ცხოვრება. ან უნდა ცხოვრობდეს მჭრეტელობითი ცხოვრება, რასაც ფილოსოფიური ცხოვრება ქვია.
მჭრელობითი ცხოვრება ფაქტობრივად ბერძნების სამოქალაქო მსოფლმშიგნება უნდა კონდეს. ან ერთადერთ შემთხვევაში მოციფულ მამაკაცს აქვს უფლება რომ არ მიიღოს ქალაქის ცხოვრებაში მონაწილეობა თუ ის არის ფილოსოფოსი. ფილოსოფოსი პრივილეგია. კი, ფილოსოფია არის როგორი რაღაცა, ეს არის მჭრელობითი ცხოვრება ფაქტობრივად ბერძნებმა იცოდნენ ბერძნების ფილოსოფიური სკოლები როგორც მონასტრები იყო მოწყობილი. ბერძნებმა იცოდნენ მონასტრები, ასე ვთქვათ, მაგრამ არ იცოდნენ ეკლესია. ეს ეკლესიის ფენომენი არ იცოდნენ. პლატონმა თავის სახელმწიფოში გაანჭვრიტა თავის გენიალური ინტუიციით, რომ შესაძლებელია რაღაცა სტრუქტურა, სადაც ქმედებითი ცხოვრება და მჭრელობითი ცხოვრება იქნება სინთეზში. მაგრამ ეს იყო რაღაც გარკვეული წინასწარმეტყველება, მოდი ასე ვთქვათ და ნუ ეს მე მოვიდა ეს ეკლესიის სახით, რომ ეკლესია არის სწორედ ის ორგანიზმი, სადაც ქმედებითი ცხოვრება და მჭრელობა მარიამი და მართა ორივე ერთად არის, თქვა ასე. ხო, რაც შეეხება ძალიან საინტერესოა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ლიბერალიზმს, თუმცა მე იცით რას ვიტყოდი, რომ ლიბერალიზმზე შეიძლება ლაპარაკი, ალბათ მაინც უფრო მე-17-18 საუკუნის ლიბერალიზმზე. ჩვენ რასაც დღეს ლიბერალიზმს ვეძახით, სინამდვილეში მე ეს უკვე არის რელიგია. და მე მას ჩემი სახელი მოუძებნე, რაღაც მე ესე ვეძახი, ეს არის გნოსტიკური მატერიალიზმის ცივილიზაცია, რასაც ჩვენ ვეძახით. რატო გნოსტიკური მატერიალიზმი? იმიტომ რომ ეს არის ეგოს რელიგია. ღმერთის მაგალითად არის რეგო. ეს არის საკუთარი თავის თაყვანისცემა. აქედან წარმოიშვა სეკულარისტული ზრახები. ზუსტად, აი საკუთარი თავის თაყვანისცემა, სადაც ადამიანი აკონტროლებს გამოხატვა, თვით გამოხატვა, თვით რეპრეზენტირება, ეთიკა, სადაც არის ასკეზა. აბსოლუტურად, ესე იგი ეს არის ეთიკა, სადაც არ არის ასკეზა. ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი. ანუ თითქოს აღიარებულია მეორე ადამიანი, მაგრამ ამავე დროს რაღაც აბსტრაქტული განყენებული ადამიანი. ეს ასკეზა არის ყოველგვარი მედიტაციის გარეშე. მაგალითად, ჩვენ ხო ვერ ვიტყვით ჰოლივუდის ვარსკვლავები ნამდვილი ასკეტები არიან. მაგრამ ეს არის ასკეზა ყოველგვარი მედიტაციისა და თვითმკვლელობის გარეშე, ხო? ანუ ადამიანები, სადაც ვალდებულებები არ ჩანს. აბსოლუტურად. და მეორე მომენტი, კონტროლი ყველაფრის. ესე იგი, შობადობის, როგორ მოხდა ნიველირება? ჩასახვის, შობადობის, სიკვდილის, მე უნდა ვაკონტროლო სიკვდილი. ანუ ტოტალური ზედამხედველობა. ტოტალური ზედამხედველობა, ქორწინება და ეგრეთ წოდებული ეს ჰომოსექსუალური თემა სწორედ ამაში შედის. ესე იგი, ის არ უნდა განვიხილოთ როგორც ცალკე რაღაც, ანუ ჰომოსექსუალიზმის ფაქტორი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ეს არის სამდროში არის ახალი ტოტალიტარული ანთროპოლოგიის ნაწილია. ანუ იმდენად რამდენადაც ჩვენ გვაქვს უკვე მთლიანი ჩვენ უნდა გქონდეს ანუ ახალ ადამიანს უნდა გქონდეს ტოტალური კონტროლი იმაზე, რაც არასოდეს არ შემოდიოდა ადამიანის ასე ვთქვათ პირდაპირ იმაში ასე ვთქვათ აი ქრონოტოპოში თუ დროსიბცეში ხო ანუ შობადობა ქორწინება სიკვდილი თვითმკვლელობის უფლება ხო აი ახლა ევთანაზია რაც ახლა სხვა შორის მეორე კანონი რაც ახლა შედის თორსტები ჰოლანდიასა და ავსტრალიაში იყო რაღაც პერიოდი არის ბელგიასა და ჰოლანდიაში უკვე დიდი ხანია დაშვებულია ანუ ეს აქტიური ევთანაზია ხო აქტიური ევთანაზია კი როდესაც სიკვდილის უფლება ახლა აი როგორც ყველაფერი ამერიკაში კალიფორნიიდან იწყება ხო ახლა კალიფორნიაში ავანგარდშია ყოველთვის აი კალიფორნიაში შევიდა ეს ანუ ეს რას ნიშნავს რომ ადამიანი თვითონ არის ღმერთი, რომელიც განსაზღვრავს აი მთელ ამ ციკლს, შობადობას, შობადობის კონტროლს, ქორწინებას და სიკვდილს. და ვიღებთ ისეთ სურათს, რომ თითქოს ზნეობისაგან თავისუფლება გვევლინება უკვე ზნეობაზე ძალადობის იარაღად. კი ბატონო, ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ, რომ ის ლაპარაკობს ზნეობაზე, ის ითვლება, რომ ეს არის ტოტალიტარი. აი თუ დავუშვათ ჩვენ ლაპარაკობთ მორალზე და ზნეობაზე, ხო, სტიგმა, ანუ ესე იგი თუ ქრისტიანი ლაპარაკობს მორალზე და ზნეობაზე, ეს არის ტოტალიტარული დისკურსის როგორც გამოხატულება. ამ დროს თვითონ ეს საზოგადოება არის აბსოლუტურად აი ეს გნოსტიკური მატერიალიზმის ცივილიზაცია თვითონ არის აბსოლუტურად ტოტალიტარული. თავისი ყველა გამოვლინებით, ანუ ლიბერალური დემოკრატიაც, სოციალიზმიც, კომუნიზმიც და ნაციზმიც ეს არის გამოხატულება სწორედ აი ამ ტოტალიტარიზმის. რატომ? აი ნაციზმის შემთხვევაში გასაგებია რომ ნუ რატომ უნდა გავანადგუროთ ბოშები, ებრაელები, რატომ უნდა გავანადგუროთ ჰომოსექსუალები, იმიტომ რომ ყველაფერი ეს ხელს უშლის ნაციის გამრავლებას. ანუ ყველაზე დიდი ღირებულება არის რასა, ხო? მაგრამ თანამედროვე ადამიანი, ანუ ეგრეთ წოდებული ლიბერალური დემოკრატიის ადამიანი, რომელიც თვითონ განსაზღვრავს
როდის უნდა ჩაისახოს, ვინ უნდა ჩაისახოს თუ არა. ღმერთი არ მონაწილეობს ცხოვრებაში. თვითონ არის დახაუს კომენდანტი. ხო. ანუ თუ იქ ერთი იყო დახაუს კომენდანტი, რომელიც 6 მილიონს ანადგურებდა, ესე ვთქვათ, დღეს ფაქტობრივად თითეული ადამიანი თვითონ არის დახაუს და აუშვიცის კომენდანტი. თვითონ ანადგურებს ჩანასახ. თან ამას და როგორი ირონია, თან ამას პირიქით. ამას ვერც ხედავს. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დიახ. აი ესე იგი მივედით იმ დასკვნამდე, რომ თითქოს და აი ის ატმოსფეროა დამდგარი ახლა რაღაცა აპოკალიფტურ ესქატოლოგიურ ისტერიაზე კი არ საუბრობ. მესმის აბსოლუტურად ძალიან კარგად თუ ვინმე შორს არის აპოკალიფსური და ესქატოლოგიური ისტერიისაგან ეს არის ქრისტიანი. სხვათა შორის. იმიტომ რომ ჩვენთვის ეს მამასთან შეხვედრის აქტია, ეს ხო არ არის? ახლა შეხედეთ ჰოლივუდის პროდუქციას, და არა მარტო, ხო? მაგრამ განსაკუთრებით რომ ჰოლივუდში ეს ყველაზე კარგად ჩანს, რა იცით, აი თანამედროვე ადამიანის ბანალურობის ყველაზე უფრო სწრაფი სურათები ჰოლივუდიდან იყო, ხო? აი დააკვირდით, ხო? ერთ-ერთი ყველაზე უფრო მასობრივად ესეთი პოპულარული რა არის ის აპოკალიფტური ხატები რომელსაც გვაწვდის ჰოლივუდი ხო არმაგედონი მთელი ჟანრები გვაქვს ესეთი ხო ფილმი კატასტროფა ფილმის და თქვენ დააკვირდით იმასაც რომ ეგრეთ წოდებული აი art house-ულ კინოს რო უწოდებენ წინათ საავტორო კინო ერქვა ის რეჟისორებიც კი არ თაკილობენ ამაში ამ რაღაცა ინდუსტრია გახდა, ხო? მაგალითად ლარს ფონ ტრიერის მელანქოლია, სულ ახლა გადაღებული, ხო? სადაც პლანეტა მელანქოლია ეჯახება დედამიწას, არა? თავარი აზრი რა არის? ხო, ჯასტინი ერთ-ერთი თავარი მოქმედი პირი კირსტენ დანსტის პერსონაჟი, კირსტენ დანსტი ვისაც თამაშობს, ხო? ორი და არის ჯასტინი და კლერი. კლერს შაულა გინზბურგი და თან საინტერესო მომენტი არის ჯასტინს ასე ვთქვათ აქ პრეტენზია რომ მას აქ რაღაც გარკვეული შინაგანი ეზოტერული ცოდნა ხო რაღაც მოვლენების და ის ამას ეგეთ რაღაცას რომ ძალიან კარგი ხდება რაც ხდებაო დედამიწა და ცხოვრება სიცოცხლე არის ბოროტებაო აი ეს არის ტიპიური გნოსტიკური პოზიცია უკვე მეორე მესამე საუკუნეში გაჩენილი ეს მოძღვრება მეორე მესამე საუკუნეში არ დამთავრებულა ის მუდმივად სადაც არის სიცოცხლისადმი ეს დამოკიდებულება აი გავხსენოთ იგივე ივან კარამაზოვი რომელიც ალიშოს ეუბნება მე ღმერთს კი არ უარყოფო მე უარყოფ და არ ვიღებ მის მიერ შექმნილ სამყაროსო იმიტომ რომ ის არ არის სამართლიანი ნებისმიერი რევოლუცია თეოდიცის პრობლემაში აბსოლუტურად რა თქმა უნდა ნებისმიერი რევოლუცია იქნება ეს მარქსისტული თუ სხვა ვარიანტი სწორედ აქედან ამოდის რომ სამყარო არის არასრულყოფილი და აქედან გამომდინარე რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს სამყარო როგორც მარქსი ამბობდა მის საფლავზე ზოგადად ეს არის წარსე აქამდე ყველა ფილოსოფია ეს რუდიმენტია იქიდან მოყოლებული რა თქმა უნდა მე რუდიმენტსაც არ ვუტყოდ ეს არის ხო გახსოვთ არა ესე იგი პერიფრაზირება რო გავაკეთოთ მე ვარო შენი თანამდებობი თუ დავისული ეს არის ქრისტიანობის აჭრილი რომელიც მუდმივად თან დაყვება ქრისტიანობას ხორხე ლუის ბორხესი რომელიც იყო საოცარი ესეთი წარმართულ გნოსტიკური გრძნობილობის გენიალური მოაზროვნე. ის ძალიან კარგად ხედავდა ამას და სხვათა შორის მას ჰქონდა ეგეთი თუ გახსოვთ ერთი თვითონ აპოკრიფული გნოსტიკური მეფს იგონებდა ხოლმე. მაგალითად ასახელებს ერთ ტრაქტატს, სადაც ნათქვამია რომ სარკეები არის აკრძალული, რატომ? იმიტომ რომ სარკეები და გამრავლება ერთნაირად ცუდია, იმიტომ რომ ამრავლებენ ადამიანებს. და სხვათა შორის ძალიან საინტერესოა რომ ეს ეგრეთ წოდებული კატარების და ალბიგოელების ერესი რომელიც საფრანგეთში იყო გავრცელებული მე-19 საუკუნეში ამასთან იყო დაკავშირებული. ესე იგი გნოსტიციზმში არის ორი უკიდურესი პოზიცია ერთდროულად. პირველი ეგრეთ წოდებული ჩხტ-ო, ანუ შემხუჟეცემო რაც ან უკიდურესი ასკეტიზმი იქამდე რომ არ შეიძლება ქორწინება. ან მეორე სხვათა შორის ერთი ჩემი ახლობელი ამბობდა რომ აი და ისეთი საოცარი რაღაცა იყო რომ აი ეს ფრაზა ისე დაამახსოვრდა მას ხო წაკითხული არა აქ არა ეს მას ბურხესი არც ეს ტრაქტატები და ასე უნდა რომ მე შვილი არ მინდა გავაჩინო ასეთ არასრულყოფილ სამყაროში შვილი არ ну ცოლქმარი არიან მაგრამ ბავშვს არ აჩენენ იმიტომ რომ ის დაუცველი იქნება აი ტიპური გნოსტიკური დამოკიდებულება აბსოლუტური უნდობლობა ღმერთისადმი აბსოლუტური უნდობლობა ღმერთისადმი რა თქმა უნდა და მეორე უკიდურესი ასე უკიდურესი ჰედონიზმი ეხლა ჩვენ ვართ ციკლის მეორე ნაწილში ესე იგი ეს ყველაფერი ანუ აღვირახსნილობა და აბსოლუტური ну ესე იგი აი ესე იგი როგორ ჩანს ეს ყველაფერი დაიწყო
აი განმანათლებლობის აი 1712 წელი არის გარკვეული. შეიძლება ითქვას, რომ სექსუალური რევოლუციის ეს ფაზაში ვარ. ეს ხადია, რა თქმა უნდა, მაგრამ უყურეთ რა არის. იქ არის ორი მომენტია გნოსტიციზმში. ერთი არის აი ეს უკიდურესი ასკეტური მომენტი და ასე თქვა სპირიტუალიზმი. რომელიც პირიქით და მეორე ფლეგმატურობა. მეორე პირიქით ხო ეს არის და მეორე პირიქით ანუ მაქსიმალური ჰედონიზმი. ნიკოლაიტელები რომ იყვნენ აი მაგალითად ჩვენ მაგალითად მოყოლებული 1968 წლიდან თუ მე-20 საუკუნის დასაწყისი აღნიშნული იყო აი ამ ასკეტური სპირიტუალიზმით არა და გახსოვთ ეგ ძალიან საინტერესო მომენტები იყო აი მაგალითად თუ ავიღებთ დეკადენტ და სიმბოლისტ პოეტებს ხო იქ იყო ძალიან სერიოზული ძიებები ხო ესეთი მათ შორის ცხოვრების წესშიც კი იყო როგორი რაღაცა ეგრეთ წოდებული იოსების ქორწინება სხვა შორის გრიგოლ რობაქიძეც იყო ამაში გარკვეულ შემთხვევაში ესე იგი როდესაც ცოლქმარი იყო ნომინალური ცოლქმარი და არ ხდებოდა მათ შორის ასე ვთქვათ ესეთი ზეპირი კონტრაქტი იყო დადებული რომ არავითარი ანუ ქალწულებრივი ხო ქალწულებრივი აი მაგალითად ესეთი ურთიერთობა იყო ჩერნიშევსკიისა და მის ცოლს შორის ხო ივანე კრონშტანდელსა და მის ცოლს შორის მე სხვა ალექსანდრ ბლოქსა და მის მეუღლეს შორის და ასე შემდეგ ხო აი 68 წლიდან მე პარიზის ცნობილ მოვლენებზე ვამბობ რასაც დღეს სექსუალური რევოლუციას უწოდებენ ხო ну აი ბოლო ორი თაობის განმავლობაში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა თუმცა მე არ გამოურიცხავ არც იმას რომ სწორედ აი ეს ხელოვანი ადამიანები ხო რაღაცა როგორც წესი რაღაცა წინასწარმეტყველური უნარებით არიან და პროგნოზირება შეუძლია ხო და აი როდესაც მე ლარს ფონ ტრიერის ბოლო ფილმებს უყურებ სადაც არის განსაკუთრებულ დევალვაციას განიცდის აი ეს სექსუალობის თემა განსაკუთრებით ანტიქრისტეში და შემდეგ მის შემდგომ ფილმში რომელსაც პორნოგრაფია ეწოდება სადაც ფაქტობრივად ხდება ინფლაცია აი ამ ვიზუალური ინდუსტრიის და ხატების აი რაღაცა სრული დევალვაცია ხდება და არ არის ძალიან ტრივიალური ხდება ხო აი ზუსტად და აი იგივე პლანეტა მელანქოლია რომელთანაც აი ჯასტინს რაღაც შინაგანი ეს კავშირია ხო მე არ გამორიცხავ რომ ეხლა სწორედ მეორე ფაზა მოდის ანუ გნოსტიკური მატერიალიზმიდან სადაც აი სექსუალობა არის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ გადავდივართ მეორე ფაზაში ანუ გნოსტიკური სპირიტუალიზმის აი ბატონ ზაზა ძალიან საინტერესო ისე ვამბობ ასევე დიდი გამოწვევაა არანაკლები გამოწვევაა ქრისტიანობისთვის ვინმე გნოსტიკური მატერიალიზმი იმიტომ რომ გნოსტიკური მატერიალიზმს რა და ერთი სისუსტე აქვს ძალიან სერიოზული ის იბრძვის სიცოცხლის წინააღმდეგ აშკარად და ჭრის თითქოს სუიციდს ხო აი თვითონ ცივილიზაცია საკუთარ თავს ინადგურებს და გნოსტიკური სპირიტუალიზმი ამას არ ჩადეს ესე იგი თავი წინა პლანზე სულიერი თემები მოდის ხოლმე როგორც წესი და პირიქით მას აქვს პრეტენზია სულიერებაზე ასე რომ არანაკლები გამოწვევა, არანაკლები თუ უფრო სერიოზული არა, ვინმე ის რასაც ახლა ჩვენ უყურებთ. ესე იგი, საბოლოო ჯამში ანალიზისთვის თავისუფლებაზე რომ საუბრობდით, ალბათ შეგვიძლია ესეთი ფორმულირება ვთქვათ, რომ ქრისტიანი ადამიანი პატივს ცემს ნებისმიერის არჩევანის თავისუფლებას, როგორც ღვთივბოძებულ ფუნდამენტურ უფლებას, მაგრამ იმავდროულად რჩება ავტონომიური მოიწონოს არ მოიწონოს გაკეთებული არჩევანი. კვლავ ღვთივდადგენილი ნორმების შესაბამისად, არა? არჩეულებრივი ფორმულაა. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ადამიანი და არ უნდა გვიყვარდეს ცოდვა. ანუ ჩვენ თავარი იარაღი რა არის? ჩვენ თავარი იარაღი არის სიტყვა. ორივე მნიშვნელობა. დიდი ასოთის და მცირე ასოთის. და მიზანი უნდა იყოს ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა და არა რიტუალიზმის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის ყველაზე დიდი მტერი შეიძლება გახდეს მისი ყველაზე დიდი მეგობარი. როგორც მინდა პავლე შემთხვევაში მოხდა. ალექსანდრე კალომიროსი ერთ-ერთი თეოლოგი და მის ერთ-ერთ წიგნში წავიკითხე ესეთი ფრაზა, რომ ათეისტები კი არ არიან ჩვენი მტრები, არამედ დამახინჯებული აზროვნების ქრისტიანები. ანუ რა თვალსაზრისით? ანუ ათეიზმი კი არ არის, ანუ დამახინჯებული ქრისტიანობა. დამახინჯებული ქრისტიანობა, მაგალითად ქრისტიანობა, რომელიც შმემანთან რომ მივიდეთ იდეოლოგიასა და რელიგიას შორის სხვაობაზე რომ საუბრობთ თუ გახსოვთ და ის ამბობს რომ აი წარმოიდგინეთ დღეს რა ტენდენციები იკვეთებაო თვითონ ეკლესიის შრეებში და რა არის ყველაზე მთავარი პრობლემა რომ როდესაც ეკლესიური აზროვნება ანუ რელიგიური მსოფლმხედველობა ხდება იდეოლოგია რომელიც არის ძალიან სასტიკი ხისტი და დაუნდობელი იმ თვალსაზრისით რომ ყოველგვარ პიროვნულს
კერძოს დევნის როგორც უსარგებლოს. მოდით კიდე კოლექტივებისა და მასების მართვაზე ორიენტირებული. მოდით კიდე უფრო დავაკონკრეტოთ. აი, როდის არის ეს ყველაფერი ძალიან საშიში ქრისტიანობისთვის. აი, თუ შეიძლება რეკლამაზე გავიდეთ 2-3 წუთის შემდეგ გავაგრძელოთ. დიახ, ძალიან საინტერესო საკითხებს შევეხეთ ჩვენ და საუბრობდით ლიბერალიზმზე. აი, მოდით ვიდრე ჩვენ გადაცემაში მოვიდეთ. მოდით მაინც იმას დაუბრუნდეთ. თქვენ დაასრულეთ ის თქვენ რო დაიწყეთ ძალიან აი ხიფათი ეკლესიის. მე საზოგადოოდ ყველაზე დიდ ხიფათს ეკლესიისათვის ვხედავ რა შეიცით მე გულისხმობ როგორც კათოლიკე ეკლესიას ისე მართლმადიდებლურ ეკლესიებს და ისე ყველა ნორმალურ ქრისტიანს რომელიც აღიარებს ჯვარცმას და რწმენის სიმბოლოს სოტეროლოგიას და რა თქმა უნდა ყველაზე დიდი და ნებისმიერი ადამიანისთვის რომელსაც თავი მიაჩნია რომ ის ასე ამა თუ იმ ფორმით არის ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ნაწილი ხო ყველაზე დიდი ხიფათი არის ტრიუმფალიზმში ყველაზე დიდი ხიფათი არის იმაში, როცა მას უნდა რომ ეკლესია იყოს გამარჯვებული. იმიტომ რომ არადა ჩვენ აბსოლუტურად გაფრთხილებულები ვართ. ეკლესიის თვისებისაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ინსტანციიდან ჩვენი მთავარი წიგნის ბოლო თავი რომელიც ეხება ბოლოს ზუსტად ამას ეხება რომ ბოლო ჟამის თავარი ინიშანი ეს არის ქრისტიანობის ტოტალური დევნა. და თანაც არის ესეთი ფრაზა ხო? იყვნეთ თქვენ ყოველთაგან მოძლებულ სახელისა ჩემისათვის. ეკლესიის სიმბოლო არის ჯვარი, ხილული სიმბოლო არის ჯვარი. ანუ ეს რას ნიშნავს რომ თვითონ უფლის სიტყვები რომ გავიმეოროთ, მოწაფე არასოდეს არ არის მასწავლებელზე მაღლა. და თუ მასწავლებლის მიწიერი ცხოვრება ჯვარცმით დამთავრდა, აღდგომა ეს უკვე სხვა მადლია და სხვა განზომილებაა, ხო? ასევე ეკლესიის ჩვენ ამას იოანეს გამოცხადება ამას გვეუბნება რომ ეკლესიის მიწიერი ცხოვრება დამთავრდება ჯვარცმით და აღდგომა მოხდება მაშინ როდესაც უფალი ჩვენ მეორეჯერ შემოვა ეს იქნება მისი მადლი ანუ მიწიერი ისტორია თავისი მიწიერი ისტორია თავისი ლოგიკით მთავრდება სწორედ ქრისტიანობის დევნით აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ბრაზილიელი კარდინალი იყო დამავიწყდა საკმაოდ ხანდაზმულობამდე იცოცხლა და გამოირჩეოდა ის სიკვდილის ჯგუფების წინააღმდეგ და რაღაც ესე იბრძოდა და ძალიან ისეთი ჰუმანური ადამიანი იყო კეთილშობილი იმასაც ესეთი სიტყვები ნათქვამი ერთ-ერთ წერილში რა ამასთან წავით ძალიან მომეწონა ჩვენო ქრისტიანებს გვაქვს მხოლოდ ორი არჩევანი ვიყოთ ცოცხლები ან მკვდრეთით აღმდგარნი ძალიან მომეწონა იმიტომ რომ სხვა სივრცე არ არსებობს ქრისტიანისთვის იმიტომ რომ დანარჩენი ან ხდები წარმართი გასაგებია ის რა არის მაგალითად ახლა რა თქმა უნდა გნოსტიკურ გრძნობელობასთან შედარებით წარმართი ადამიანი გასაგებია. წარმართ ადამიანს უყვარს სიცოცხლე, მისთვის თავი ღირებულება არის. ჩარვაკა ლოკაიატა რო იყო. აი ზუსტად რაღაცა მოხენა ეს ქართველები მაგალითად ბუნებრივად ახლა უყურებ ხო წარმართები არიან და წარმართის მოქცევა შეიძლება. კი. მაგრამ იმიტომ რესურსი მასში არის. მასში არის სიცოცხლის რესურსი, ესე იგი ის აი გვარტომის გაგრძელება. გასაფოხიერებელი ქრისტიანობაც ამას უნდა ხო? ბიბლიას რაზგონება წალდით გამრავლდით. გასაგებია რომ ეს გამრავლება არის როგორც მატერიალური, ასევე სულიერი. გასაგებია რომ წარმართობაში ყველაფერი მატერიალიზდება და მატერიალურად არის გაგებული. მაგრამ იქ არის სიცოცხლის განცდა. ანუ იქ არის ბიოლოგია და აი ისე უბრუნდები გნოსტიკური მატერიალიზმი თავისი არსებობის ბოლო ეტაპზე რა შვება იცით მატერიას ანადგურებს. და ქმნის თვითონ უნდა ახალი მატერიის კონსტრუირება, მაგრამ მატერიას ანადგურებს. ანადგურებს თვითონ ბიომასას, იმიტომ რომ ოჯახის განადგურებით ფაქტობრივად ნადგურდება ბიომასა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ოჯახი კიდევ სახელმწიფოს პირველადი უჯრედია, შეიძლება ითქვას რა. რა თქმა უნდა ეს ერთი, მაგრამ მთელი ამბავი რა არის, რომ აი ამ ყველაფერში რა თქმა უნდა არის წარმართული მომენტი, ხო? როდესაც შენ გინდა რომ შენი რელიგია იყოს შენ როცა გინდა რომ ყველა იყოს მართლმადიდებელი, ყველა იყოს ქრისტიანი, ყველა იყოს კათოლიკე, კონფესიური ამპარტავნება. ეს ერთი და ისეც ვამბობ რომ ყველა ქრისტიანი იყოს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა რომ ყველა ქრისტიანი იყოს, მაგრამ ეს ამაზე აქვს იონი ოქროპირის არაჩვეულებრივი სიტყვები ნათქვამი. ჩვენ რომ კარგი ქრისტიანები ვიყოთ, ქვეყანაზე წარმართი აღარავინ იქნებოდა. ანუ ეს არის ალბათ როცა ფრანცისკე ასიზიელი ჩავიდა როცა მოქცევა უნდა მისი რა ქვია მაჰმადიანების მისი პიროვნული ტრაგედია იყო ჯვაროსნული ომი რომ მიდიოდა არა იმიტომ რომ ომის წინააღმდეგი იყო მას მიაჩნდა რომ შესაძლებელია არა მათი დახოცვა არამედ ქრისტიანებად ქცევა და როდესაც სულთანმა მას მოусმინა უთხრა ეგეთი რაღაცა გადმოცემის თანახმად რომ
იცი რა, ყველა ქრისტიანი შენნაირი რო იყოსო, მეც უქრისტიანი გავხდებოდიო და გამოუშვა ძალიან დიდი პატივით. მეორე გადმოცემაც არის, რომ ვითომ ის სულთანი გახდა ქრისტიანი ფარულად. ფარული ქრისტიანი და სხვადასხვა ეს კრიპტოქრისტიანობის თემა ძალიან საინტერესო თემაა. საერთოდ ალავიტებს ვისაც უწოდებენ, ძალიან დიდი კითხვის ნიშანია, რომ ისინი სინამდვილეში არიან კრიპტოქრისტიანები. იმაში რა ქვია, სირიასა და იმაში ახლო-აღმოსავლეთში. არა, მაგას ახლა თავი დავანებოთ, მაგრამ თვითონ აი ეს თემა არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ტრიუმფალიზმი ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ აი მაგალითად კათოლიკეებში შეხვდებით ესეთ მოსაზრებას არის, რომ აი ყველაზე ძლიერი ქრისტიანობა იყო აი ინოკენტე მესამე დროს, როდესაც დღეს მაგალითად ბევრი ქართველი ამბობს ხოლმე, რომ აი ეკლესია ძლიერია ისე როგორც არის. როგორ ხდება ეს მაბადეთ რო გასაგებია. მაგრამ ეხლა მე რა შეკითხვა. რეტროსპექტიულად გაიდეალებულ წარსულთან გაიგივება. მაგრამ ეხლა უყურეთ 1936 წელს აი სრულიად ცივილიზებულ ესპანეთში, როდესაც მოვიდნენ კომუნისტები და ანარქისტები. 7 თვის განმავლობაში 1936 წლის ოქტომბრიდან ნოემბრამდე, სანამ კაუდილიო ფრანსისკო ფრანკო დიდ წარმატებებს მიაღწევდა, მანამდე ამ 7 თვის განმავლობაში დახოცეს დაახლოებით 2400 მღვდელი, 1500-მდე ბერი და 300-მდე მონაზონი. ეს მარტო 7 თვის განმავლობაში. ესე იგი, მთლიანობაში, როდესაც ესე იგი, მარტო სადღაც უკვე 39 წელს პიუს მე-11 მაშინდელმა რომის პაპმა 7000-მდე კაცი გამოაცხადა მარტვილად. ეს უკვე ეს დახოცილი იყო. აქ ლაპარაკია ვიზე, იცით? აქ ლაპარაკია მღვდლებზე, ეპისკოპოსებზე და ბერმონაზებს. საეროების რიცხვი არც ვიცით იმდენია. ძალიან ბევრი საერო მერე წმინდანად შერაცხა იოანე პავლე მეურემ. მაგალითად იქ ბოშები ცალკე ამოხოცეს. ერთ-ერთი ბოშა არის წმინდანი. იოანე პავლე მეორე. ესე იგი, როგორც საფრანგეთის რევოლუციამ პირველ რიგში გლეხობას გადაუარა, ხო, გახსოვთ ცნობილი ფრაზა, პირველი გენოციდი სოფლიოს ისტორიაში მოხდა დემოკრატიამ განახორციელა, ასეთი რაღაც დემოკრატიამდე არის. დემოკრატიამ ქრისტეს ჯვარსაც, ხო? რობესპიერმა თქვა შემდეგი ფრაზა, ვანდია მთელი პროვინცია აგუდგა წინ დირექტორიას, რობესპიერის მმართველობას. და მაშინ თქვა რობესპიერმა ეს უნდა მოკვდეს ვანდიაო. და რა გააკეთეს იცით? არა უბრალოდ დახოცეს, გადაწვეს მით სავარგულებით, ხელოვნური შიმშილი გამოიწვიეს და ეს გლეხობა შიმშილით დაიხოცა. ნერონის ხელწერით. ხო, ზუსტად ამას ვამბობ, მაგრამ ნერონმა ეს თუ სპორადული იყო და თუ რაღაც თქვა ასე ცირკის ფარგლებს არ გავრცელებია, თქვა ასე, ხო? აი აქ მთელი პროვინცია ესე ამოხოცეს. დაახლოებით მსგავსი რაღაცა ბოლშევიკებმა გაიმეორეს, სადაც აბსოლუტურად ანტიქრისტიანული შეფერილობა ჰქონდა ამას. და ეს 31-დან 36 წლების განმავლობაში ესპანეთში, შემდეგ მექსიკაში, სადაც საერთოდ 10 წლეულების განმავლობაში თუ ადამიანი წირველ უცხოს შეასრულებდა უბრალოდ კლაუდნენ, ამაზე არის არაჩვეულებრივი რომანი მე-20 საუკუნის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მწერლის გრემ გრინის ძალი და დიდება. ფანტასტიკური ერთ-ერთი საუცხოთაშუს რუსულ ენაზე თარგმნა ალექსანდრ მენმა თავის დროზე საბჭოთა კავშირში და ეს იყო ერთ-ერთი კატეხიზაციის საშუალება, რითიც ის ცდილობდა ინტელიგენტების მენის საერთოდ ძალიან გრძნობიარე პიროვნება იყო, სენტიმენტალური და ლიტერატურას იყენებდა ძალიან დიალექტიკური წიაღსვლები. ეს ისე ვამბობ, გრემ გრინის ეს რომანი არის მართლა ერთ-ერთი შედევრი ქრისტიანული პროზის, მე-20 საუკუნეში მართლა ბევრი რამ შეიქმნა ესეთი. ასე რომ, როდესაც მე-19 საუკუნეში ძალიან ცნობილი თეოლოგი ადამ მიულერი ამბობდა, რომ აპოკალიფსის კომენტარებს წერდა, რომ ეხლა ესეთი ტოტალური დევნაო დღეს ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია. აი მე-20 საუკუნეში ჩვენ ესეთი ტოტალური დევნა ძალიან კარგად წარმოგვიდგენიათ, რომ მთელი მე-20 საუკუნე არის თუ შეიძლება ასე და გეგმაზომიერი სამსხვერპლო დევნა ქრისტიანობის და ამას აკეთებს ყოველთვის ხდება პროგრესის სახელით. კომუნიზმი, მარქსიზმი და ბრალდებები ისევ არ ახალია, რომ ჩვენ ვართ ობსკურანტი რეტროგრადები, ჩვენ ვართ რაღაცა დახურული საზოგადოება, ხიბლში მყოფი რაღაცა კასტა, რომელიც ნავთობაში მოდის პროგრესთან. ესე იგი რა ხდება? ანუ ესე იგი პროგრესის ნეობის დაცემამდე, თავისუფლება თვითნებობამდე. ესე იგი დათმენა ინდიფერენტიზმამდე.
შვიდობა სამხედრო მდგომარეობამდე. ხო. ხედავთ ანუ რა მოცემულობა წარმოშვა აი ამ და დემოკრატიის ერთ утопиურ სივრცეზე მინდა ვისაუბროთ. აი ჩემი აზრით ყველაზე მთავარი ნაკლოვანება მისი რა არის? აი მაგალითად, ხა რა ვთქვა. აი დავუშვით რეფერენდუმი ჩავატარეთ. და მოსახლეობას ვეკითხებით დემოკრატიული პრინციპით, ხო? უმრავლესობას ვეკითხებით. გინდათ თუ არა დემოკრატიული ფორმაციის და წყობილების სახელმწიფო. და ისინი გეუბნებიან დავუშვით 75% რომ არ გვინდა. და რა გამოდის? მე საქართველოს დარწმუნებული რომ მონარქია საერთოდ 90%. და ალბათ აბსოლუტურ მონარქია. ხო, შეიძლება. მაგრამ მეორე დღესვე ქართველი ამას წინააღმდეგება. ხო, და ეგეთ კომიკურ იმაში. იგი არ რა თქმა უნდა, მე აბსოლუტურად ერთად უყურეთ რაღაცა утопიური ესა, ხო, რაღაც. ერთმა ჩემმა ძალიან ესეთი დემოკრატიის პრობლემა ეგ მგონია. აი უყურეთ რა არის. და აბსოლუტურად სიმართლეში კი არ არის. ხალხის რაოდენობაშია. ხო, აი უყურეთ რა ლეგიტიმაციის წყარო რა არის. ხო. ეხლა უყურეთ, ესე იგი, მოდი ერთი რაღაცას ვთქვათ. მონარქიზმი რა თქმა უნდა დღეს утопიურია, ანუ იმ ფორმით რა ფორმითაც. ანუ ობიექტური ჭეშმარიტება დადგა საფრთხის ქვეშ, აი რელატიური მესმის. გამოწვევა. მე ხა მე ცოტა სხვა რაღაცა მინდა დაგანახოთ. უყურეთ, აბსოლუტურად მართალი ძანდებით, მაგრამ შევხედოთ აი ლეგიტიმაციის სიფრთხეში რა საინტერესო საკითხია. მაგალითად, ეგრეთ წოდებული ანსიენ რეჟიმ რა ძველი წესწყობილება გულისხმობდა, რაცა ვისცა ღმერთმა მისცეს, დაჟერდეს და მასუბნობდეს. მუშამიწყი მუშაკობდეს მეომარი გულოვნებდეს. ანუ ეს ყველაფერი მისგან არის ყოველი ხელმწიფე სახით და მის მიერით. ეხლა ვეფხისტყაოსიანის ენაზე ვამბობ, იმიტომ რომ ზუსტად შეესაბამება ეს ნებისმიერ მონარქისტულ არისტოკრატიულ პრინციპს. ანუ გასაგებია რომ ლეგიტიმაციის წყარო არის ღმერთი. ღმერთიდან მოდის. და როგორ იწყებს რა რომელმან რაღაცა ტრანსცენდენტულობას ეხება, ანუ არ შლის თემა რომელმან და არ. რა თქმა უნდა, იმაზე ესე იგი თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ჩვენ ქრისტიანებს კი არა გვაქვს პოლიტიკური თეოლოგია, მაგრამ მეტაფორულად ვთქვათ, პოლიტიკური თეოლოგიის ძირი არის ღმერთი, მაგრამ ეხლა უყურეთ რა ხდება. როდესაც ჩვენ გადმოვდივართ უკვე ახალ წესწყობილებაში და ვლაპარაკობთ ლიბერალურ დემოკრატიაზე, დემოკრატიაზე როგორც ასე. ადამიანი შემოდის, ქრისტოცენტრულობა აღარ არის, ხო? ეხლა უყურეთ რა შემოდის. სუვერენიტეტი, ნაციონალური სუვერენიტეტი. რომ ვინ არის სუვერენულობის წყარო? ხალხი. და ვამბობთ, ლეგიტიმურობა შეირყა და სისტემატურაში ლეგიტიმურობის უკან რეიტინგს გულისხმობს. ხო. ანუ თუნდაც რაოდენობაზეა ეს ყველაფერი. არა და თავისი არცით ლეგიტიმურობა ან არის ან არ არის, ის არ არის რაოდენობრივი. ის როგორი ტიპის არის, იცით? აი ჭეშმარიტება ან არის, ძალიან მეტყველი. ხალიშვილი შეიძლება იყო ან არ იყო, არ არის ნახევრად ხალიშვილობა არა. ლეგიტიმურობაც ესეთი რაღაცაა. ის არ არის რაოდენობრივი კატეგორია, ეს არის თვისებრივი კატეგორია. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ლეგიტიმურობა შეირყა და აქვს რეიტინგს გულისხმობთ, ესე იგი ჩვენ ლეგიტიმურობა საერთოდ აღარ აქვს და არც ვიცით რა არის ლეგიტიმურობა. აი ეს არის ანუ საზომი პრობლემა არის არაიმდენად დემოკრატიაში, მოდი ესე ვთქვათ, რამდენადაც მთელი პრობლემა არის ნაციონალური სუვერენიტეტის გაგებაში. ჩვენ ხალხი როგორც სუვერენი, აი ეს განიცდის კრიზისს. ანუ იდენტიფიკაცია. იმიტომ რომ წინათ როგორ იყო, მეფე იყო სუვერენი, პიროვნება იყო სუვერენი, სუვერენული ნება ჰქონდა. და ეს მოდიოდა ღმერთიდან და ვინ აკეთებდა ლეგიტიმაციას? ეკლესია, ცხებით. ეს ებრაული იმიდან მოდის ჯერ კიდე, ხო? როდესაც მეფე კარგავს ლეგიტიმურობას, საული და ღმერთი ეუბნება შენ სამუელს ეუბნება რომ ნუტირიო მაგაზე დაანებეთ ახლა თავი და წადიო დავითს სხეულ. აქ არის უკვე ეს ყველაფერი ჩადებული, ეს მექანიზმი, რომელიც შემდეგ ქრისტიანობაში გადის. თუ გასოთ რა ეუბნება კიდე რომ ის სამუელი რო ეუბნება რომ გინდა თო მეფეო ხალხს რომ იმართავს და მე ამას ეს მოყვება შესანიშნავია. აი კიდე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა. აი აქედან იწყება ყველაფერი. ანუ მეფეებიო წარმართ ხალხებს ყავთო. და აი გინდა თო რომ მეреო ხარკი ისე თქვენ უამრავი საზრუნავი და ჩვენ რომ გინდა ვიყოთო არა როგორც შეულიერიო როგორც დავდგეთ ხალხად სხვა ერთად და დავდგეთ ერთად სხვა ერთად შორის ახლა მე სპეციალურად ვაკეთებ პერიფრაზი მინდა გაგვია გრიგოლ ორბელიანიდან ანუ ეს მინდა ებრაელი იყო რჩეულიერი როდესაც მან თქვა ამ რჩეულობაზე უარი და რას ეუბნება ამის შემდეგ სამუელს ღმერთი იახვე რას ეუბნება რომ შენ ნუ დარდოფო ესო ჩემზე თქვეს უარი ანუ ყველაზე დიდი ატრიბუტი აქედან ძალიან კარგად ჩანს ხო ეს კი სამი რაღაც არსებობს მეფე მღვდელი წინასწარმეტყველი მღვდლობაზე და წინასწარმეტყველობაზე უფრო მაღლა დგას სამეფო ფუნქცია რომ ეს თლიანად ღვთაებრივია როდესაც გაიჩინეს ორივესგან მოსდის მიწიერი მეფე რო გაიჩინეს ამით ღმერთს უარი უთხრეს და აქედან იწყება ისრაელის
აი ზუსტად ბატონ ზაზა სულ ფიქრობ ხოლმე ანუ ისრაელმა საზოგადოებამ იმ დროს რატომ ვერ შეიცნო იესო მესია და ალბათ თავარი პრობლემა რაში იყო რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით მაგაშენად გვერდმა ზუსტად მაგაზე ლაპარაკი პოლიტიკაში ჩავარდნენ მოდის კაცი მოდის ზნეობრივად სრულყოფილი მოდის კეთილშობილია უამრავ სასწაულებს აღასრულებს და ხუთი პურით ხუთ კაცს განაცხობს ეგ იყო მაგათი პრობლემა აი მატერიალისტური მაინც პრობლემა იყო სწორედ მაგათი პრობლემა იყო ის რომ მაგათი პრობლემა იყო პრობლემა იყო ის რომ პრობლემა ის კი არ იყო რომ მათ არ ჯეროდათ სასწაულების ხო საიდან მოდის ეს სასწაულები? აი ხო, იდენტიფიკაცია. აი ხო გასულ ცნობილი ადგილია რომ არაწმინდა სულიდან მოდის და ბელზებულიდან რომ ყველაფერი მიეტევებაო ადამიანს სულიწმინდის გმობა არა. რას ნიშნავს? ხო ჩვენთვისაც ქრისტიანები შეიძლება ბოლომდე გასაგები არ არის. შენ შეიძლება არ იცოდე ქრისტე, მაგრამ შენ უნდა შეგეძლოს კეთილისა და ბოროტეს გარჩევა. ანუ კეთილის სულის ანუ რასაც ეწოდება სულთა გარჩევის უნდა პავლე რო ამბობს. და რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ზოგან ბუნების ჯულს უწოდებს. ხო, სინდისი. ხო, აი ამაზე შენ თუ ამბობ რომ კეთილზე თეთრზე რო შავს ამბობ და შავზე თეთრს, აი ეს არ მოგეტევება, იმიტომ რომ შენ ესე ხო, ანუ სულთა გარჩევაზე ვარსამბობ. ხო. აი მე შემთელი ამბობ. აქედან გამომდინარე პოლიტიკაში ჩავარდნა პოლიტიკაში ახლა უყურეთ რა არის სახარებაში აბსოლუტურად გენიალურად არის გარჩეული და ამიტომაც ვამბობთ ჩვენ რომ ჩვენ არა გვაქვს თეოკრატია და არა გვაქვს პოლიტიკური თეოლოგია ქრისტიანებს განსხვავებით მაჰმადიანებისაგან და ბუდისტებისაგან ბუდისტებს ჩვენ როდესაც აქვს პოლიტიკური თეოლოგია და ჩვენ როდესაც აქვს თეოკრატია ეს მაგალითად ტიბეტური ბუდიზმი და არა მარტო საერთოდ ახლა ეს მე ძალიან მიყვარს ბუდიზმი როგორც ფილოსოფიური მოძღვრება და ბევრი საკმაოდ დილეტანტის დონეზე საკმაოდ კარგად ვიცი მაგრამ სულაც არ არის ესეთი მშვიდობიანი როგორც წარმოგიდგენიათ პირიქით გააჩნია ისე დრამატიზმი მანდაც დიდია ცხოვრება არის ტანჯვა არსებობს მიზეზი ამ ტანჯვისა ეს სხვა თემაა მაგრამ მან რა არის როგორც წესი ბუდიზმი არის პოლიტიკური რელიგია რომელიც ვრცელდება არისტოკრატიულ წრეებში და პასუხისმგებლობას არ იღებს ისტორიაზე. იმიტომ რომ თვითონ ბუდა იყო ვინ? არისტოკრატი. ხო, სამეფო მხრიდან. რომელიც იყო ბრაჰმანების არ ქუნუმების წინააღმდეგ. და ინდოეთში რატო დამარცხდა საბოლოოდ ბუდიზმი? ბუდიზმი აღარ არსებობს მე შუა საუკუნეებიდან რატო? სწორედ ეს საღმრთო ბრაჰმანისტული მომენტი იყო ძალიან ძლიერი. როგორც წესი სადმე სხვაგან როცა ვრცელდება, პოლიტიკის ზედაწრეებიდან ელიტარულია. ქრისტიანობას ეს არ ახასიათებს. ქრისტიანობას ეს არ ახასიათებს. ქრისტიანობა არის როგორი რაღაცა, წყალებში უფრო მარგინალური. როგორც წყალი, ხო, ნებისმიერი კუთხით არ ეს შედის. ხო, ანუ მარგინალური. საქართველოში მეფობიდან შემოვიდა და მირიანმა მიიღო და ასე შემდეგ. მაგრამ სხვა ადგილზე სულ სხვანაირად ვრცელდება. სრულად მოულოდნელ ადგილებში ვრცელდება ხოლმე. იმ დროს გითხულობდი ტერტულიანეს, რომელიც მე სხვაჩვენს ანათემას გადასცა ეკლესიამ, მაგრამ საინტერესო პიროვნება იყო ძალიან განსაკუთრებით მისი ცხოვრება და ტერტულიანეს აქვს ესეთი სიტყვები ნათქვამი. მონტანისტი გახდა ცხოვრების ბოლოს. აი აპოკალიფტურ სექტას შეერია. ხო და მაგას გქონდა ესეთი რაღაც ნათქვამი. თუმცა ეს ანათემიზირებული არ არის. არა, ანათემი რაღაც ეტაპზე განიხილა კრებამ, რაღაც ხო, არა, აი ესე როგორც ორიგენი არის ადგილობრივ ხმაზე, მაგრამ თქვათ შორის საყოველთაოდ გაზიარებული რომის ეკლესიას არა აქვს. არა, რომის ეკლესიას არა აქვს, ვიცი კი. ნუ ხა ისე როგორც არ აქვს აღიარებული კონსტანტინე წმინდანად. ხო. დიახ თუ შეიძლება. დიახ და ესე იგი რას ვამბობდი რომ ის ამას მე იმიტომ გავხდიო ქრისტიანიო რომ ამ ადამიანებში ხო ტერტულიანი ამ ადამიანებში ვხედავდი საოცარ ენთუზიაზმს და სიხარულს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქრისტიანის უმთავრესი თვისება რა უნდა იყოს წუთისეპლში რომ მიუხედავად იმ სიზნელების და სადაც სიხარული არ არის იქ არ არის ქრისტიანობა ხო სიხარულის უნარობა სადაც არის იქ არის პრობლემა უკვე სულიერებაში და ის ამას რომ აიღეთ თანამედროვე სამყაროში აი ჩვენ მე ვიტყვით რომ ისე შეგვიძლია დავარქვათ ლიბერალური დემოკრატიაში უმადლო და უსიხარულო საოცრად ენტროპიული და დეპრესიული აი ეს არის ესე იგი თითქოს რა არის თითქოს გაბაუგნებელი რომ ერთი მხრივ ეს არის ცივილიზაცია რომელსაც მიაღწია ფანტასტიკურ წარმატებებს ხო ტექნოგენეზის აი და აი კოსმოსში წავიდა ეს წავიდა და ადამიანი რომელიც მიუხედავად ამისა არის აბსოლუტურად უსიხარულობაში მთავარი პრობლემა არის დეპრესია ესე იგი მარტოობა აბსოლუტური ესე იგი ხო ანუ გაქცევა რაც უფრო მაღალ დონეზეა ხო თვითმკვლელობათა მარტოობისა და თვითმკვლელობათა რიცხვი უფრო მატულობს ესე იგი რა არის აი ბუდისტი რო ვიყო მე ვიტყოდი ეგეთ რაღაცას რომ თითქოს ეს ცივილიზაცია არის დამოუკიდებელი არსება რომელიც მოითხოვს საწვავს ადამიანის სახით აი ეს არის ძალიან საინტერესო რაღაცა ადამიანი თვითონ არის რესურსი ამ ცივილიზაციის ანუ
ეს ადამიანისთვის კი არ არის ეს ყველაფერი. არამედ ცივილიზაციისთვის. არა ადამიანისთვის, არამედ ასე ვთქვათ ამათრიჩაბათისთვის. ადამიანი არის როგორც ბენზინი, ან ნავთობი, რომელზეც მუშაობს ეს ცივილიზაცია. აი, ბუდისტი რომ იყო ესე აღწერდი ამას. არის ამაში რაციონალური მარცვლა საკმაოდ. დიახ. აი, მოკლედ ჩვენ რეკლამაზე რომ ვიყავით, მეკითხა ერთი ძალიან საინტერესო მიგნება ვულგატაში, ანუ ლათინურ ბიბლიაში არის ეხლა წარმოვიდგინეთ ჰორაციუსის და ოვიდიუსის ენა, ხო როგორი მდიდარი ენაა და 1000-ლოვანი გამოცდილება აქვს, ხო? ძალიან სიტყვა კაზმული, დახვეწილი, ღრმა და გამომხატველობით. და წმინდა იერონიმე როცა თარგმნა, უკვე ეს ყველაფერი ფაქტურად ეს უკროს ლათინური უკვე იყო შესრულებული მის მიერ, კი, მართალია. აი, რა მინდოდა მეთქვა, რომ აი წარმოვიდგინეთ ეხლა ბერძნულში ფობოს, ხო? შიში არის, ხო, შიში. ნუ ლათინურში დავუშვათ შიში და ფობოსი და დეიმოსი. ხო. ლათინურში გვაქვს ტერორ, ხო გვაქვს ესეთი ტერმინი, ხო. მაგრამ არის კიდევ ერთი სიტყვა, ტიმიდე, ფრანგულში. ტიმიდემენტ. ხო, ტიმიდე. ეს ხოთშორის ეგიდან მოდის, ასევე ბერძნულიდან მოდის. ხო, ბერძნული წარმოშობის არის, მაგრამ ლათინურში უფრო რაღაცნაირად ფრანგულ ენაში გაცხადდა უფრო ესა, ტიმიდემენტ, ესე იწერება პირდაპირ. ღვთისშიში. და ღვთისშიში, რა საოცარი. ანუ ღვთისშიში როგორც მოგრძალება სხვა შორის. არა, მოგრძალება, არა, ეს შიში არა როგორც დათრგუნულობა, არამედ მოგრძალება. აი წარმოგიდგენთ, ეს რას გავს? ხშირად მითხრია რას გავს ეს? და არის ეშინია, რომ დედას არ აწყენინოს. აი წარმოვიდგინეთ უშვილ ეს ერთი, ეს მეორე. და დედამ არ მიტყეპოს. მოგრძალება, აი წარმოგიდგენთ უშველებელი რაღაცა, აი ანხელის ჩანჩქერი და რაღაცა კილომეტრზე დიდი. ხო, აი საოცარი განცდა, ხო, აი სიდიადის ამაღლებული ქვია ამას, ხო? ბერძენი ამას უწოდებს. ეს აღმაფრთოვანება. მაგრამ ამავე დროს აი რას თქვით, ზუსტად. მოგრძალება არა იმდენად აუნტყოფით დედის მაგალითად. ხო, აი ეს როგორი რაღაცა იცით? აი მთელი ამბავი არის ის, რომ აი დავუშვათ ვიღაცას ეშინია მარტო რქის და მგლის, რომ მან არ დაგლის, მაგრამ ვიღაცას ეშინია, იმიტომ რომ არ შეაწუხოს და არ დააფრთხოს. ხო. ანუ აი მოკრძალება თითქოს, ხო, რაღაცა ესეთი. აი დედა ვიღაცას ეშინია, დედამ შეიძლება მიტყიპოს, მაგრამ ვიღაცას ეშინია, დედას არ უნდა აწყენინოს. არ უნდა აწყენინოს. ზუსტად. აი ეს ახტაცებული აი ეს მომენტი, ზუსტად ეს შინაგანი მომენტია, ხო? აი ნეტარი აგვისტინე ამას ერთი საოცარი ადამიანურ და ღვთაებრივში შორის სხვა. უფალო, ღმერთო, შეკი ხარ ჩემ გულშიო, მაგრამ მე არა ვარ ჩემში. ანტონიდიდან წავიკითხე, რომ მე აღარ მეშინია ღმერთის, არამედ მიყვარს იგი, ესეთი ფრაზა. ანუ იგი რაღაცა კონდიციამდე რომ მიდის ადამიანი, უკვე იქ ეს ანულირდება ეს რაღაცა, ეს ადამიანური შიში და ეს არის ხო, ადამიანური შიში. ადამიანური შიში არის სწორედ ეს წარმართული შიში. აი გახსოვთ, სხვა შორის მელ გიბსონის ფილმში არის არაჩვეულებრივად ეს passion ქრისტეს ნება. აი ეს იწყება ბუნების ძალები, რომ ეს მიწისძვრა რაღაცა და რომელ ჯარისკაცებს ეშინიათ როგორც ნამდვილ მორწმუნეებს. ესე იგი ესე ძალიან საინტერესოა იმ დროინდელი ცივილიზაციის ყველაზე სერიოზული წარმომადგენელი ვინ არის რომი. და ამ ჯარისკაცებს და ამ პილოტესაც კი ეშინიათ როგორ? აი სწორედ ესეთი შიშით. წარმართული სრულმორწმუნეობითი შიშით ეშინიათ და არა შიშით, რასაც ქვია მოგრძალება. და მნიშვნელოვანია ეს. და აი კიდევ აი ჩვენ რომი ვახსენეთ, ეხლა თქვენ ახსენეთ რომი. და ფაქტობრივად თანხმდებით ალბათ იმაზე, რომ გარკვეულწილად რომის დემონტაჟში ქრისტიანობამ დიდი წვლილი მიიღო. ნებით თუ უნებლიეთ რა თვალსაზრისით იდეურ დონეზე ვიძახი. აი რა გულთხით რომ აი წარმოვიდგინეთ რომში გმირობა. არა ის ჩვენ შევდარჩეს პირდაპირ აზრითაც ეგრეა, იმიტომ რომ 400 არა, უყურეთ რა ხდება, მაგრამ უყურეთ როგორი მე ცოტა ისე ფრთხილად როგორი ქრისტიანი, ძალიან საინტერესო მომენტია. დეციმიტატე ნეტარი ავგუსტინეს შესანიშნავი ტრაქტატი, ეს უშველებელი ტრაქტატი, ისტორიოსოფიული, ხო, პირველი ესეთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. იწყება სწორედ ამ ეპიზოდით, 410 წელი, როდესაც ალარიხის ჯარი შედის რომში. გოთები. ვინ არიან ეს გოთები? ძალიან საინტერესოა. ესენი არიან არიანელები. მოგეხსენებათ მაგათი ის ვინც მონათლა ვოლფილა, ვინც გოთურად თარგმნა ბიბლია, იყო არიანელი. და იქ თავიდან არიანელობა გავრცელდა და მე მე-6 საუკუნეში მოხდა გოთების მოქცევა ესპანეთში სხვა შორის. გოთებმა შევარდნენ რომში, დაანგრიეს, მაგრამ რა დაანგრიეს? აი ძალიან საინტერესოა ხა როგორ იწყებს ნეტარი ავგუსტინე ავთარის ტრაქტატს. ის ქრისტიანი რომლებიც შევარდნენ ქრისტიანულ ტაძრებში, მათ ხელი არ ახლეს. აი ეს წარმართი რომლებიც შევარდნენ წარმულთ, აი ისინი დაანგრიეს.
ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი. ანუ ერთი მხრივ ქრისტიანები არიან, მაგრამ არიან ერეტიკოს ქრისტიანები. ეს ძალიან საინტერესო. რომელსაც ცოტა სხვანაირად ესმით ეს. ავგუსტინეს როგორ ესმის? ავგუსტინესთვის რომის დაცემა ტრაგედია არ არის. იმიტომ რომ მან იცის რომ თუ ზემან კაცის ამან არ იცის სად მიიდრიკოს დავითვისი, მაშინ ქრისტიანსაც აქ ადგილი არ აქვს. გარკვეულად ყოველი სოფელი ბოროტსაზე და დგას იოანე. ქრისტიანს სამშობლო აქვს არა, მიწაზე სამშობლო არა, ქრისტიანის სამშობლო არის. მეუფება ზეცაში, ხო? ანუ აქედან გამომდინარე, აი ეს მომენტი არის. იოგნეტისადმი ეპისტოლე თუ გახსოვთ, რომ ქვეყნის ანგელოზ და ზეცის ამოქალაქ ეს პათოსი არის ზუსტად. ხო და აი ეს არის ძალიან საინტერესო მომენტი, რომ მაგრამ მეორე მომენტია თუ ჩვენ რომს დაავარქმევთ, არა რომს, არამედ რომაულ ცივილიზაციას დაავარქმევთ იმას, რომელიც წარმოადგენს ეხლა კლასიკურ ცივილიზაციაზე მაგლაპარაკი ერთიანობას რომაული სამართლისა და ბერძნული ფილოსოფიის, მაშინ მოდით ესე ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ქრისტიანობამ არა მარტო შეინახა, არამედ კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანა და აიყვანა სრულყოფილების წელზე ესეთი ფენომენი, როგორც არის ქრისტიანული უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი მხოლოდ ქრისტიანული ფენომენია, რომელიც შეიქმნა მე-13 საუკუნეებში, ხო? და სადაც აი სწორედ ეს ბერძნული ჭრეტელობითი ხელოვნებები, სამართალი და ფილოსოფია არის ამაზე ფაქტობრივად თავისი ამ უნივერსიტეტის ფენომენი შეიძლება ითქვას დაადგა ძეგლი დაუდგა ანტიკურ კულტურას. ამაზრით ეს ყველაფერი ცოცხალია დღესაც. ესე ვიტყოდი. ანუ მაგრამ ევროპა იმ ფესვებს თითქოს იჭრის, რა, აიდენტიფიცირებელ. ამაში მთელი ამბავი. მთელი ამბავი არის ეს, რომ ჩვენ არ უნდა გავაიგივოთ თანამედროვე დასავლეთი ქრისტიანულ ეკლესიასთან. არ უნდა გავაიგივოთ არც რომის ეკლესიასთან და არც ქრისტიანობასთან. იმიტომ რომ როგორც აიღურეთ როგორ არის ბენედიქტე მე-16 თქვენ ახსენეთ ამჟამად რომის ემერიტუსი პაპი, ხო? რამდენიმე წელი წინ შვეიცარიელ ეპისკოპოსებს უთხრა, რომ ღმერთს ამ ქვებისგან შეუძლიაო აბრაამიშვილების შექმნა, ციტატი. თქვენ წაგერთმევათო და აფრიკას მიეცემაო. და აფრიკაც უწოდა სწორედ მომავლის კონტინენტი. იმედის კონტინენტი, იმიტომ რომ ესე იგი არა მარტო იმიტომ რომ საოცარი ქრისტიანული ნიადაგია საოცარი. საოცარი ნიადაგია იმ თვალსაზრისით რომ უყოვარება, უბრალოება, რა თქმა უნდა, უბრალოება და მეორე მომენტი წმენა, რომელიც არის მხურვალე და სიხარულით აღწევს. ძალიან მოშურნე. და რა თქმა უნდა, რაოდენობასაც აქვს გარკვეული მნიშვნელობა, თავი რაოდენობა არ არის. თუმცა პროგრესირებს ხო აფრიკა. ეხლა გეტყვით მარტო კათოლიკეები რო ავიღოთ, 1900 წლისთვის იყო 3 მილიონი. ეხლა 10 ჯერ არის გაზრდილი. ეხლა არის 300 მილიონი. და წელს გამოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი უკაცრავად შარშან ზაფხულს ესე იგი აფრიკელმა კარდინალებმა და ეპისკოპოსებმა გამოსცეს წიგნი ინგლისურ ენაზე 200 გვერდიანი ქვია Africa New Homeland of Christianity. აფრიკა ახალი ქრისტიანობის ახალი სამშობლო. თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ ლიტურგიისა და რწმენის კონგრეგაციის უკაცრავად ლიტურგიის საკითხების წამყვანი კურიაში არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თეოლოგი კარდინალი რობერტ სარა, რომელმაც ახლა გამოსვა ძალიან საინტერესო წიგნი, ხო? რომელიც არის განიდან არის. ჩვენ ხედავთ რომ ესე იგი სწორედ ის რასაც ამბობს უარს ევროპა, იმას ითვისებს სწორედ აფრიკა. აფრიკა, რა. ასე რომ თუ იმასაც გავუსენებთ რომ თავიდან ეს ყველაფერი სწორედ აი დაიწყო აღმოსავლეთსა და აფრიკაში და აფრიკული ეკლესია როგორ ძლიერი იყო კართაგენის და სწორედ ავგუსტინე იპონიელი სწორედ აფრიკიდან იყო, არა? როგორც ჩანს წარმოშობით ბერბერი, ანუ ზინედინ ზიდანის შორეული დათესავი. ხო? ასე რომ არაფერი გასაკვირი ამაში არ არის. რომ ქრისტიანო ანუ ეს ძალიან კანონზომიერია. დღეს ჩვენ რას ვადევნებთ თავს? დასავლეთი შეგნებულად უარსამოს ქრისტიანობაზე, შეგნებულად ანადგურებენ ქრისტიანობას მის ისტორიულ სამშობლოში და გადადის ის ჩესტერტონის სიტყვის გაგახსენეთ მე საუკუნის ერთ-ერთი ქრისტიანობაო თავისი მასწავლებლების მსგავსათო თითოეულ ეპოქაში კვდება და თავიდან იბადებაო. აი ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს ქრისტიანობის თავიდან დაბადებას კიდევ ერთხელ. საინტერესო, ანუ ამ თვალსაზრისით ესე იგი წინ გველის ძალიან საინტერესო ცივილიზაცია, რომელმაც შეიძლება გადაინაცვლოს აფრიკის კონტინენტზე და ამის ნიადაგი მოცემულობა და ის სინამდვილე მთლიანად არის არსებობს.
მე იზღა დამრჩენია რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ ასეთი საინტერესო ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან დიალოგი მსჯელობა ვფიქრობ რომ თემა ძალიან ფართოა და ამაზე შეიძლება კიდევ მომავალშიც ალბათ საუბარი და დისკუსია მსჯელობა იმიტომ რომ ბევრი ისეთი ნიუანსია რომ მხედველობის მიღმა შეიძლება დაგვრჩა დღეს ამ ფორმატში ამ მოკლე დროში მაგრამ მაინც ვფიქრობ რაღაცა გარკვეული დეფინიცია შევთავაზეთ საზოგადოებას დიდი მადლობა ყველაფრისთვის და გისურვებთ სიკეთეს და ჯანმრთელობას აგრეთვე ჩვენს მაყურებლებს წარმატებებსა და სიხარულს გაიხარეთ მადლობთ